Тбилиси, 24 апреля 13:00. В это время на площади перед Госканцелярией Грузии находилось около 20 оппозиционеров и столько же клеток. Вход в Госканцелярию был не блокирован. Проспект Руставели, 13 часов 13 минут. Около сотни оппозиционеров, вся дорога заставлена клетками. ძალიან არ მომწონს. სულ ყოველდღე ფეხით მიწევს სიარული. ხალხი თეატრში სპექტაკლები არ არის. ოლიმპიადა იწყება, იქაც გადაღობეს. ძალიან არ მომწონს. და სირცხვილი ეს უცხოელები ჩამოდიან. ეს ჩემპიონატი არის სპორტის სასახლეში, იქაც გადაღობეს. რა არის ხალხს ცხოვრება გვინდა. ეხლა მაგათი სკამების გულისთვის ეხლა ჩვენ რატო უნდა შევწუხდეთ და რატო უნდა შეილახოს დანარჩენი ხალხის უფლებები? და როგორ გონიათ, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს ყველაფერი? არ ვიცი, როგორ უნდა დაჯდნენ ალბათ მოლაპარაკების მაგიდაზე, იმიტომ რომ ამ სხვანაირად ეხლა აღარ გამოვა ეს ძალადობრივი ის და უნდა შეთანხმდნენ კონსტიტუციურ ცვლილებები გააკეთონ. თუ მარტო პიროვნების ზიზღი არ არის, რა მნიშვნელობა აქვს? რაც უნდათ მოითხოვონ და მიდის ხელისუფლება დათმობაზე. ესე იგი აქ არის უკვე პიროვნულად არა წავიდეს სააკაშვილი და მე უნდა მოვიდეო, ეს არ ვიცი. რას ფიქრობ? ძალიან ცუდი და მძიმე სიტუაციაა დღეს ქვეყანაში. თვალნათლივ ჩანს კარგად ხედავთ და ყველა ხედავს. პოზიცია ის რომ ეს არის ცუდი, აბსოლუტურად მისაღები და გასამართლებელია. და გასაგებია. მაგრამ რატომაა ეს ცუდი სიტუაცია? აი ეს ამ თავარი. რამ შექმნა ეს სიტუაცია? არ შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ ეს ყველა ხალხი ვინც აქ დგას, ეს არიან შემზდარები და არასწორნი არიან. თქვენი ეს როგორ ხედავთ, რა შეიძლება მოაგვაროს ეს სიტუაცია? რამ შეიძლება მოაგვაროს და არსებობს მაგის მრავალი საშუალება და არსებობს მოთხოვნა, რომელიც მოთხოვნაც უნდა შესრულდეს. Thank you.
მოგესალმებით ძვირფასო ერო. რას შეეხება დღევანდელ სიტუაციას ქვეყანაში და ზოგადად დედაქალაქ თბილისში. მე ძალიან მომწონს აქ დგომა და მე ამაყება რომ აქ გავარ არა როგორც ოპოზიციის მხარდამჭერი, არამედ როგორც მაყურებელი ამ ლამაზი სანახაობის, ამ შოუს. და უბრალოდ რამდენიმე რჩევა მექნებოდა მათთან. მათ აკლიათ შიმაობა, მათ აკლიათ სექსი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი დღეს ძალიან მოწყენილები არიან და აქედან გამომდინარე მე მინდა მოვუწოდო თითოეულ მათგანს მეტი სიყვარულისკენ, ერთმანეთის სიყვარულისკენ. ავტობუსები არ დადიან, მაგრამ მოძრაობენ საკნები, საკანი ნომერი 20, საკანი 145 და სხვა უამრავი დანომრილი საკნები, რომლებიც შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც ავტობუსი, დაუქნიოთ ხელი, ჩავჯდეთ, სხვები მოგვაწევიათ და ასე მივარ ჩვენს დანიშნულების ადგილზე. ჩამოხველი Площадь Свободы 14:00. Площадь полностью заставлена клетками оппозиции, движение блокировано. На данный момент на площади находится около 30 оппозиционеров.